მოგესალმებით. დღეს უნდა განვიხილოთ ახალი თემა პოზიციონე dei veicoli sulla carreggiata svoltare e manovrare. ანუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ საგზაო ნაწილზე, კარეჯატის ნაწილზე, გზის ნაწილზე და როგორ უნდა განვახორციელოთ მოხვევები, როგორ უნდა შევიცვალოთ კორსიები და ასე შემდეგ. და მივყვეთ ახლა თანმიმდევრობით. პოზიციონე dei veicoli, ჩვენი პოზიცია გზის სავალ ნაწილზე არის მარჯვენა მხარე. საქართველოშიც და აქაც არის ჩვენი სავალი ნაწილი მარჯვენა მხარე. უნდა ვიაროთ ყოველთვის მარჯვენა მხარე, როგორც სამხრივ მოძრაობაზე, ასევე ორმხრივ მოძრაობაზე. მხოლოდ და მხოლოდ მარცხენა მხარეს გადავდივართ, მარცხენა კორსიაზე გადავდივართ, მხოლოდ და მხოლოდ გასწრების შემთხვევაში. Circolare più vicino possibile margine destra. რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს უნდა ვიმოძრაოთ, თუ ტრანსპორტი არის მოტორის გარეშე. ანუ მოტორის გარეშე ტრანსპორტი veicoli privati motore არის ველოსიპედები, რადგან მათაც veicles ეძახიან, ამიტომ თვლიან, რომ ამიტომ არის ასე, აქაც მითითებული, არის ველოსიპედები და ისინი აუცილებლად უნდა მოძრაობდნენ მარჯვენა მარჯინეს მხარეს, margine destra უნდა მოძრაობდნენ. Doppio senso di circolazione-ზე ტრანსპორტი უნდა მოძრაობდეს სენსოს მიმართულებით, ანუ სავალი ნაწილის მიმართულებით მარჯვენა მხარეს. კურვებში, ორმხრივ მოძრაობაზე, doppio senso-ზე, მოსახვევებში, pericolo კურვა, სადაც არის, აუცილებლად უნდა მოძრაობდეს მარჯვენა destros მხარეს. Nei dossi, სადაც prossimità indosso არის, აქაც უნდა მოძრაობდეს მარჯვენა მხარეს და არაფრით არ უნდა გადავიდეს მარცხენა მხარეს, განსაკუთრებით prossimità indosso-ზე. გასასწრებად, როგორც ვთქვით, გადავდივართ მხოლოდ და მხოლოდ მარცხენა მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ doppio senso-ზე არის თავისუფალი მარცხენა კორსია, გადავალთ იმ შემთხვევაში, რომ გასწრება განვახორციელოთ და დაუბრუნდეთ მაშინვე მარჯვენა კორსიაში. Circolazione su strade una carreggiata, როცა არის ერთი სავალი ნაწილი და არის ორი სავალი ზოლი doppio senso-ზე, ანუ ორმხრივ მოძრაობაზე. Circolazione su strade ad una carreggiata, a due corsie doppio senso. როგორც ვთქვით, უნდა ვიმოძრაოთ სენსოების მიმართულებით, სავალი ნაწილის მიმართულებით მარჯვენა მარჯინეს მხარეს, მარჯვენა ზოლში, მარჯვენა ნაპირზე. ეს გზა არის ყველაზე საშინელი გზა, ალბათ რაც გზები არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ არის სამი კორსიე, არის ერთი კარეჯატა, სამი კორსიე და ეს შუა კორსიე არის გასწრების ზოლი, ვინაიდან ეს გზა არის doppio senso, ანუ ორმხრივი მოძრაობა და ორივე მხრის ტრანსპორტისთვის ეს შუა ზოლი არის გასწრებისთვის. Circolazione su strade ad una carreggiata, tre corsie a doppio senso di marcia. ერთი კარეჯატა, სამი სავალი ნაწილი, ორმხრივი მოძრაობა და შუა კორსია არის per il sorpasso. Circolazione sulla strade una carreggiata a più corsie per senso di marcia. ეს არის una carreggiata, due corsie per ogni senso di marcia. ან ერთი კარეჯატა, ორი კორსია და ორივე მიმართულებებისთვის. როგორც ვთქვით, მარჯვენა ზოლში მოძრაობთ ჩვენ დინორმა და მარცხენა მხარეს გადავდივართ მხოლოდ გასწრებისთვის და მერე ისევ ბრუნდებით მარჯვენა მხარეს. ესენი არის უკვე კარეჯატების
რაოდენობა, კარეჯა და სეპარატაო, რო ვიტყვით ხოლმე, პირველი ფოტოში არის ორი კარეჯა და ერთი, აი ამ თეთრი ზოლიდან მწვანე ზოლამდე, ეს მწვანე ზოლი არის პარტი ტრაფიკო, არის ერთი კარეჯადა და იქით არის მეორე კარეჯადა, ანუ არის ორი კარეჯადა და 4 კორსი, ორი აქეთ და ორი იქით. აქაც არის ორი კარეჯადა, 1 და 2 და არის აქ 6 კორსი, 1, 2, 3 და იქითაც არის 3. ხოლო შემდეგ ფოტოზე არის 3 კარეჯადა, 1, 2 და 3 და აქ არის 8 კორსიე, მაგრამ შუა კარეჯადა, ანუ აი ეს კარეჯადა არის დოპიო სენსო. ხლა როგორ ვიგებთ, რომ არის დოპიო სენსო? აი ეს ორი ღერძოა ხაზი, როცა არის უწყვეტი, ეს გვეუბნება, რომ არის აი ეს მაგალითად არის უკვე ორმხრივი მოძრაობა, რისი გადაკვეთის უფლებაც ჩვენ არ გვაქვს. და ამიტომაც აქაც სტესო კარეჯადა არის ორმხრივი მოძრაობის ორი ღერძულა ხაზით და ამის გადაკვეთის უფლება არ გვაქვს. ამ სამივე კარეჯადის გზებზე დაშვებულია გასწრებაც მოსახლეობშიც და პროსიმიტა ინდოსოზეც. შეიძლება ასეთ გზებზე ჩვეულებრივ გასწრება განვახორციელოთ მოსახლეობშიც და აღმართებშიც. ბინარიოებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ტრამვაის ბინარიოებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან როგორც ვიცით, მას არ არეგულირებს სემაფორი. გასწრება შეიძლება ტრამვაისთან თუ არის სალვაჯენტე, გაჩერებულ ტრამვაიზე მაქვს საუბარი და თუ გასწრება გვინდა ჩვენ მარჯვენა მხრიდან ტრამვაისთან აუცილებლად უნდა იყოს ლატერალის სუფიჩენტე, რომ ჩვენ გასწრება განვახორციელოთ. თუ არა ჩვენ არ გვაქვს უფლება გასწრება განვახორციელოთ, თუ ლატერალის სუფიჩენტე არ იქნება, ანუ გვერდითა ნაწილი თუ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გასწრება განხორციელდეს. Circolazione dei veicoli per file parallele. პარალელურ მოძრაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, როდესაც არის ტრაფიკო მაგალითად სამხრივ მოძრაობებზე და ურბანოებში თუ არეგულირებს აჯენტი ან სემაფორი თუ არეგულირებს. ორმხრივ მოძრაობაზე დაშვებულია ფილე პარალელად მოძრაობა თუ არის არანაკლებ ორი კორსიე ცალი მიმართულებით, ანუ ცალი მხარიდან უნდა იყოს აუცილებლად 4 კორსიე, doppio senso, due corsie per ogni senso di marcia, ასე ვთქვათ, ან უნდა იყოს მეტი კორსიები, რომ ფილე პარალელად მოძრაობა იყოს შესაძლებელი ტრაფიკოს დროს. ფილე პარალელად შეიძლება მოძრაობა თუ კი ამის უფლებას გვაძლევს მარეგულირებელი აჯენტი და ასევე შესაძლებელია ფილე პარალელად მოძრაობა თუ კი ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს სემაფორები. სემაფორებთან ყოფილი პარალელად მოძრაობა შეიძლება იყოს თუ კი ჩვენ ვდგებით კორსიებში, კანალიზაციონის კორსიებში, ოღონდ ჩვენი სასურველი მიმართულების მხარეს, რომ გავაკეთოთ მერე მოხვევას, ვოლტარე გავაკეთოთ. როგორ უნდა გავაკეთოთ კამბიო კორსიები, ანუ კამბიო დი დირექციონე ო დი კორსია. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ სარკეში ჩვენს უკან მიმავალი თუ მომყოლი მანქანა, მანქანასაც ხომ არ აქვს იგივე მანოვრი დაწყებული. თუნდაც კამბიო კორსიეს შემთხვევაში და თუნდაც გასწრების შემთხვევაში. აუცილებლად ვდგებით ისეთ ზოლში, სადაც გვინდა, რომელი ზოლიც გვინდა რომ გამოვიყენოთ, რომელი ზოლის მიმართულებაც მიდის ჩვენ სასურველი მიმართულებისკენ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიმყოფებით კიდევ წვეტილ ზოლებთან, აი აქ ტრატეჯადა, სრულ ეძახით ხოლმე, სტრიშე და ტრატეჯადა, აქ კიდევ შესაძლებელია კორსიების შეცვლა, ოღონდ ყველა მანოვრზე, ყველა კორსის შეცვლის დასაწყისში ანტიციპოთ უნდა ჩავთოთ ციმციმა, დირექციონი დი ფრეჩა.
თუ ჩვენ გადავედით უკვე ისეთ ზოლში, სადაც უწყვეტი არის უკვე ეს ზოლი, აი ეს ზოლი, ამის შემდეგ უკვე ჩვენ აღარ შეგვიძლია კორსიების შეცვლა და უნდა გავყვეთ მიმართულები, ისრის ჰორიზონტალური, ისრის მიმართულებას, ჰორიზონტალური ნიშნების მიმართულებას. Prima di cominciare cambiare corsia, dobbiamo stare attenti e controllare specchi. Უნდა სანამ დავიწყებთ კამპიოს კორსიის შეცვლას, აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ სარკეები, ხომ არაფერი გვიახლოვდება, ხომ არავის აქ იგივე მანევრი დაწყებული და აუცილებლად ჩავრთოთ ციმციმა, დირექციონი di freccia და შემდეგ დავიწყოთ უკვე გადასვლა ჩვენთვის სასურველ კორსიის მხარეს. Manovra di svoltare a sinistra. ჩვენ ვისწავლეთ სტრეშადი გვიდა, სტრადის ქვეთავში იყო ეს, რომელიც გვასწავლდა თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მანოვრი, მოხვევის მანოვრი კორექტულად. აუცილებელია, რომ შეიძლება ყველგან არ იყოს ის დახაზული სტრიშები და ჩვენ აუცილებლად ჩვენი თვალთა ხედვის მიხედვით უნდა გავსაწყოთ გზაჯვარედინის ცენტრი სად არის. რომ ის ცენტრი ჩვენ მოვიქციოთ მარჯვენა მხარეს. ისე უნდა გავაკეთოთ მანოვრი, რომ ცენტრი დარჩეს ჩვენს მარჯვენა მხარეს. აი ასე. თუ იქნება სტრიშა, მარცხენა მხარეს, აი სტრიშადი გვიდა, ჩვენი მარცხენა მხარეს რჩება სტრიშადი გვიდა სტრიშები, ხოლო მარჯვენა მხარეს რჩება ეს ცენტრი. ეს არის ამ შემთხვევაში მარცხენა მხარეს მოხვევის დროს დასაცავი წესი რო იტყვიან. აი ასე, მარცხნივ მოხვევა, აუცილებლად ვდგებით რა თქმა უნდა მარცხენა მხარის კორსიაზე, რომ სადაც მოხვევა უნდა განვახორციელოთ. არ უნდა გადავიდეთ სენსო ოპოსტოს მხარეს, ანუ საპირისპირო მიმართულებიდან წამოსული ტრანსპორტის მხარეს არ უნდა გადავიდეთ და უნდა დავდგეთ ჩვენ მხარეს. ამ შემთხვევაში თუ აქედან საპირისპირო მხრიდან მოდის ტრანსპორტი, აი აქ დაახლოებით აი აქ გავჩერდები, გამოვატარებ მარჯვენა მხრიდან წამოსულ ტრანსპორტს და შემდეგ დავასრულებ მოხვევას. რა თქმა უნდა, ფეხით მოსიარულეებსაც უნდა დავუთმოთ ასევე ველოსიპედისტებს. როტატორიაზე თუ არის დარეპრეცედენცის ნიშანი, დარეპრეცედენცის ნიშანთან გვაქვს იმის წესი, რომ უნდა გავჩერდეთ შესასვლელში ჩვენ, შიგნით ვინც მოძრაობს ანელოში, ნელა როტატორიაში, იმათ უნდა დავუთმოთ და შემდეგ ჩვენ გავაგრძელოთ მოძრაობა. მერე ჩვენ შევიდეთ. მაგრამ თუ არის ასენცა დარეპრეცედენცის ნიშანი არ გვაქვს ასენცა, როტატორია ასენცა დარეპრეცედენცა, ამ შემთხვევაში შიგნით წრიულში ვინც მოძრაობენ, ისინი არიან ვალდებულები გაჩერდნენ და მარჯვენა მხრიდან შემავალ ტრანსპორტს დაუთმონ გზა. მანევრა დისვოლტარი ადესტრა. ძალიან ადვილია მარჯვენა მხარეს მოხვევა. ფაქტიურად უნდა ვიდგეთ მარჯვენა მარჯინის მხარეს, დაველოდოთ მწვანე, როდის შუქნიშანს როდის აინთება და შემდეგ ჩავრთოთ ციმციმაც აუცილებლად და შემდეგ დავასრულოთ მანევრი. ანუ უნდა ჩავრთოთ ფრეჩა დირექციონე მარჯვენა მხარე და როდესაც მივახლოვდებით ფეხით გადასასვლელს, ზებრა გადასასვლელთან, იქ უნდა შევჩერდეთ თუ კი იქნება ფეხით მოსიარულე ან ველოსიპედისტი, დავუთმობთ გზას მათ და შემდეგ უკვე ჩვენ დავასრულებთ მოძრაობას. რა არ შეიძლება რომ გაკეთდეს? რა არ შეიძლება? 5 რამ არის აკრძალული. სოსტა გზაჯვარედინთან, ინკროჩოსთან არ უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრში. გზაჯვარედინიდან 5 მეტრი და მეტი უნდა იყოს დაშორება, რომ სოსტა განვახორციელოთ. La fermata non si può
Inversione marcia, la retromarcia, il sorpasso, se non c'è semaforo, ანუ გასწრება თუ არ არის სემაფორი და ჩვენ უნდა გადავიდეთ ოპოსტო მხარეს. არ შეიძლება გზაჯვარედინში გასწრება თუ ჩვენ არ იმ გზაჯვარედინს არ გვირეგულირებს სემაფორი. ანუ ხუთი რამ, რაც არ შეიძლება. სოსტა, არანაკლებ 5 მეტრში არ უნდა იყოს. La fermata შეჩერება, გზაჯვარედინზე არ შეიძლება. Inversione di marcia, სენსოს მოძრაობის შეცვლა, ანუ მანქანის შემოტრიალება, მიმართულების შეცვლა არ შეიძლება. La retromarcia უკუსვლა არ შეიძლება და გასწრება არ შეიძლება, თუ კი ჩვენ უნდა გადავიდეთ საპირისპირო ზოლში, საპირისპირო მომავლიდან წამოსული ტრანსპორტის ზოლში. Inversione di marcia è vietato. Vietata, სადაც არის გრძივი უწყვეტი ზოლი. Striscia continua, სადაც არის აკრძალულია. Prossimità nei dossoze აკრძალულია. როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა მოძრაობის დროს? ორეტულად რომ ვიმოძრაოთ. უნდა ვიმოძრაოთ სტრადაზე მარჯინე დესტროს მხარეს, თუ კი ჩვენ გვინდა მოხვევა მარჯვენა მხარეს. არ უნდა გავაკეთოთ გარე არის შეჯიბრი, ველოს სიჩქარეში შეჯიბრი. არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა გავეჯიბროთ, ასე ვთქვათ, twins გვისრებს იმას. არ უნდა გავაკეთოთ სოსტარე მანქანის გაჩერება ბინარიოზე დეიტრამის. ანუ sostare sul binari dei tram, non segnalare le manovre di anticipo, თუ არ ჩავთავთ ციმციმას წინასწარ, ეს ყველაფერი არის აკრძალული. ანუ კიდევ რომ ჩამოვთვალოთ რა არ უნდა გავაკეთოთ. Primo, stare sul margine sinistro della strada se si deve svoltare a destra. ანუ მარცხენა მხარეს იდგე და შენ მარჯვნივ გინდოდეს მოხვევა. არ შეიძლება. Fare gare di velocità, sostare sul binari dei tram, non segnalare le manovre in anticipo. რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ კორექტულად მოვიქცეთ? Aspettare che parta, ჩვენს წინ მიმავალ ტრანსპორტს უნდა დაველოდოთ, თუ გაჩერებულები ვართ, რომ მან დაძრას მანქანა და წავიდეს და არ უნდა დაუსიგნალოთ არაფრის დიდებით. Non dobbiamo suonare clacson. Non superare, რა არ უნდა გადავასწროთ იმაში ტრაფიკოში, არ უნდა ვეცადოთ, რომ გასრება გავუკეთოთ. იმიტომ რომ იქ არის რამოდენიმე მანქანა კიდევ თუ არის ტრაფიკო თქო ვთქვით. და რა თქმა უნდა ვიყოთ ტოლერანტები, უნდა ვიყოთ პაციენტები, უნდა დავუთმოთ გზა მათ, ვისაც ეკუთვნის პრეცედენტსა და თუმცა გზაჯვარედინში არ აქვს მნიშვნელობა, გაქვს თუ არა პრეცედენტსა, აუცილებლად თუ კი ვერ გავარკვევთ ვინ სად მიდის და როგორ მიდის, გითმობენ თუ არა, უპირატესობას გაძლევენ თუ არა, რომ თქვენი არის უპირატესობა, მაინც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, დაველოდოთ და შემდეგ შევიდეთ გზაჯვარედინში ჩვენი სავალი ნაწილის გადასაკვეთად. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.